არსებობს რაღაცა პირველი ვიდეოს პირველი წამნახევრიდან 3 წამამდე, რომელსაც გააჩნია საკუთარი ვიზუალური დატვირთვა და რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ ადამიანი რომელიც სკროლავს, როგორც მინიმუმ უნდა გაჩერდეს, რომ აი წამოიყოლოს შემდეგ 10 წამში. პირველი 3 წამი შეიძლება იყოს რაღაც ან ცნობადი ადამიანი შეიძლება იყოს, თუ არ არის ცნობადი ადამიანი, მან უნდა გამოიყენოს ან სხვა ცნობადი ადამიანის მიერ ნათქვამი ფრაზა, ან უნდა გამოიყენოს რაღაც ეფექტი. შენ შემთხვევაში მაგალითად ესეთი მომენტი იყო, რომ დავუშვათ ვაანალიზებდი, ვაკვირდებოდი თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა სხვა ენების ჯგუფებზე და რომელი ვიდეო გავარდა ყველაზე მეტად. ეს აქციების გაშავების ვიდეო იყო და 2 მილიონამდე ნახვა ჰქონდა, 30000 ლაიკი, რაღაც ძალიან ბევრი გამოხმაურება ჰქონდა სოციალებში. ანუ ესეთ რაღაცას რომ სრაკვიო ისო ადამიანებიო იქ რომ დადიანო ხო ან მიაუს იძახიანო ან ნარკომანები არიანო ან კიდე მეო ზელენსკის ბედი რაში მაინდა ანუ ყველანაირად ისე იყო აწყობილი ვიდეო რომ ეს ვიდეო ვახერხებდა და უფრო მეტად მოიცავდა სრულად აი ამ დასავლეთ რეგიონს ვიდრე ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ყველა NGO და ყველა მედია ერთად აღებული სახელმწიფო სისტემას რომელსაც გააჩნია საკუთარი ასე ვთქვათ არახილვადი ფარული ესეთი ბიზნეს და კულტურული ელიტები რომლებიც ახერხებენ იმას რომ თუ კი ვინმე ჩნდება ცნობადი ამ ადამიანებს იახლოვებენ და ითხრევენ და რაღაცნაირად ამ ადამიანებს აჩვენებენ რომ არ მოხდეს ასე ვთქვათ პოლიტიკური მესიჯების ფართოდ გაჟღერება